პრეზიდენტმა გადაცემა იმედი ლაივში ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ არის გულწრფელი. პრეზიდენტმა პროცესის გაჯანსაღებაზე გააკეთა აქცენტი. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ულტიმატუმების ენით საუბარი და სპეკულაციები ქართველი საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია. მაშინაც ვამბობდით, ახლაც ვიძახით, რომ აუცილებელია გადატვირთვა. ხელისუფლებებს შორის უნდა ხდებოდეს ურთიერთობა და არა იმ NGO სექტორის ან რომელიმე კონგრესმენის, რომელსაც ესეც ოფიციალურად არის. ხო ხედავთ, ხო მანამდეც ჰქონდა ჩვენ საუბარი, რომ პირდაპირ ხდება დაფინანსება, ეს ამერიკის კანონი აძლევს საშუალებას, რომ ამა თუ იმ ლობისტურ ორგანიზაციას რომ დააფინანსოს რომელიმე კონგრესმენი და სათავისო, ასე ვთქვათ, საკითხები გაიტანოს და ისაუბროს ამ საკითხებზე და ეს არის გამოყენებული და რისთვის არის ეს გამოყენებული? გაიხსენეთ ახლა ის იგივე ხალხი, რომელიც ამერიკის დროშებით სულ რამოდენიმე დღის წინ ამერიკის საელჩოსთან მივიდნენ და ტრამპის ტრაფარეტებით და პლაკატებით და ამერიკის დროშებით, ის ხალხი იგივე ხალხია, ვინც პირიქით ტრამპის არჩევას ეწინააღმდეგებოდა. და ხომ დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი იმისთვის იყო გამოყენებული, რომ ჯო ვილსონს დაესვა კითხვა რუბიოსთვის, რომ აი შეხედეთ ეს ხალხი როგორი თქვენიანია, როგორ იჩაგრება საქართველოში ეს ჩვენი მომხრე საზოგადოება და როგორ ანტი-ამერიკული ხელისუფლება ყავს საქართველოს. ამისთვის იყო ეს გამოწვეული და შემდეგ ეს სპეკულაცია გამწობილიყო ტელეეთერებში, რაც მოხდა კიდევაც, ხო სათაურებში გამოიტანეს, აღარაფრის აღარ ცხვენიათ, პირდაპირ გამოიტანეს. მე მგონი თინა ხიდაშელი იყო, რომელმაც უარყო, რომ ესეთი ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია ქართულ ოცნებასთან მიმართებაში ეს ტერმინი არ იყო გამოყენებული.